გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელია ნახევარ სეზონში უკვე ნეიმარს გაუთანაბრდა. ხვიჩას მიღწევა და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაიშალა ქართველის ტრანსფერი ბარსელონაში. არეულობა მიქაუტაძის გუნდში. რა ხდება ქართველი ფეხბურთელის თავს? ვიდეოს დაწყებამდე კი თხოვნა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, თხოვნა გამოყო რიწამი. გამოიწერო არხი და ერთად განვავითაროთ ქართულ YouTube-ში სპორტული მიმდინარეობა. მადლობა მეგობარო თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. როდის დაბრუნდება ზივზივაძე? სამწუხარო ამბავი ჰაიდენჰაიმიდან. ჰაიდენჰაიმის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მუხლის ტრავმის გამო 29 მარტის შემდეგ არ თამაშობს. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ფორვარდმა გამოტოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის მიუნხენის ბაიერნთან, ლევერკუზენის ბაიერსა და ფრანკფურტის აინტრახტთან. 25 აპრილს კი ბადენელები ეთამაშებიან შტუტგარტს და სამწუხაროდ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ვერც ამ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ჰაიდენჰაიმის თავკაცმა ფრანკ შმიდტმა განაცხადა, რომ 31 წლის ფორვარდი პროგრესირებს, მაგრამ თავის კლუბს ის ვერც ამ კვირაში დაეხმარება. სათქმელია, რომ ბუდუ დაბრუნებასთან ახლოსაა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი თუ როდი შეძლებს ზივზივაძე მოედანზე დაბრუნებას. ახალი კლუბი დავითაშვილის რადარზე. რა შემთხვევაში გამოიცვლის ზურიკო ადგილსამყოფელს? როგორც მოგეხსენებათ, ზურიკო დავითაშვილის კლუბი სენტ-ეტიენი ახლოსაა, რომ ლიგა 1-დან გავარდეს. ხოლო თუ მოვლენები მსგავსად განვითარდება, ზურიკო რა თქმა უნდა კლუბს დატოვებს, რადგან მას გაცილებით დიდი ამბიცია აქვს. ამ შანსის გამოყენებას კი არაერთი კლუბი შეეცდება. ბოლო ინფორმაციით კი სენტ-ეტიანის ქართველ ფეხბურთელს ზურიკო დავითაშვილის მსურველი გამოუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით მწვანეების გარემარბით თურქული კლუბი დაინტერესდა და ზურიკო ბეშიქტაშის ყურადღების ცენტრში მოექცა. თურქული გამოცემების ასპორისა და თაკვიმის ინფორმაციით შავთეთრები დავითაშვილს თვალს აქტიურად ადევნებენ. ბეშიქტაშის მიზანია დავითაშვილი ახალი სეზონის დაწყებამდე დაიმატონ. შესაბამისად სენტ-ეტიენს საფხულში დაუკავშირდებიან. ცნობისთვის მიმდინარე სეზონში ბეშიქტაშის მიზანი ევროტურნირების აგზურის დასაკუთრება. შავთეთრები სუპერლიგის სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებენ. შესაბამისად ისინი მიზანთან ძალიან ახლოს არიან. რაც შეეხება დავითაშვილს, მას სენტ-ეტიენთან ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. ტრანსფერ მარკეტი კი ზურიკოს 10 მილიონ ევრო დაფასებს. შესაბამისად დიდია შანსი, რომ სეზონის ბოლოს ზურიკომ კლუბი გამოიცვალოს. მანჩესტერ იუნაიტედთან და სენტ-ეტიენთან წაგებული მატჩების შემდეგ ლიონში ვითარება ძალიან დაიძაბა. ფრანგული გამოცემა Le Progress-ის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძის რამდენიმე თანაგუნდელი მთავარი მწვრთნელის პაულო ფონსეკას მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა. Le Progress-ის ინფორმაციით, გუნდის გამოცდილ მოთამაშეებსა და ლიდერებს როგორების ალექსანდრ ლაკაზეტი და კორენტინ ტოლისო არიან, არ მოსწონთ, როდესაც ფონსეკა მათ ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს აყენებს. საუბარი ეხება რაიან შერკის, გიორგი მიქაუტაძეს, მუსა ნიახატესა და სხვებს. ფონსეკას ამ გადაწყვეტილებას ზოგიერთი ფეხბურთელი ხედავს როგორც დასტურს იმისა, რომ პორტუგალიელს ძლიერი ეგოს მქონე მოთამაშეებთან გამკლავება უჭირს. გარდა ამისა, ფონსეკას პრობლემები აქვს ნემანია მატიჩთან. მანჩესტერ იუნაიტედთან მატიჩის ნაცვლად პოლაკუოკოს დაყენება მთელი გუნდი გააოცა. მატიჩი კი უკმაყოფილო დატოვა. შედეგად ერთ ფეხბურთელსა და ფონსეკას ურთიერთობა გაუფუჭდათ. ცალსახაა, რომ ლიონში სიტუაცია ძალიან სუდროს აირია, რადგან მიქაუტაძეს გუნდს დიდი შანსი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის აგზური მოიპოვოს. ეს ყველაფერი კი ძალიან სამწუხაროა, რადგან გიორგი ვერადავერ მოხვდა სტაბილურ გარემოში, სადაც ფეხბურთის თამაშს თავისუფლად და ზედმეტი სტრესის გარეშე შეძლებს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს პარიზული კლუბი ლიგა 1-ში მორიგ შეხვედრას გამართავს, სადაც ისინი საკუთარ მოედანზე ნიცას დაუპირისპირდებიან. გასული შეხვედრა კი ნანტის წინააღმდეგ 1-1 მორჩა, რითიც ლიგა 1-ში PSG-ს წაუგებელი სერია გრძელდება და გუნდს დიდი შანსი აქვს, რომ ჩემპიონატი წაუგებლად მოიგოს. შესაბამისად, PSG-ს ამ სტატისტიკის გაგრძელება დღევანდელ შეხვედრაში სურს და ისინი ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ. ეს შეხვედრა კი დღეს 25 აპრილს გაიმართება. ამიტომ ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა, ხოლო მიწორმოცემულობას გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხდება. ახლა კი გადავიდეთ კვარაცხელიას საინტერესო მიღწევაზე. პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში უკვე 2 გოლის გატანა მოასწრო. ახალგაზრდა ქართველმა ჯერ აიღო ბრესტის კარი, შემდეგ კი ასტონ ვილასი. საინტერესოა, რომ პარიზის ახალწვეული გარემარბი უკვე გაუთანაბრდა ნეიმარ ჟუნიორს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ფრანგული კლუბის მაისურით ასევე 2 ბურთი აქვს გატანილი. ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, რომ ბრაზილიელი ფორვარდი პარკ დე პრენსე 6 წელი თამაშობდა. პარი სენ-ჟერმენის ყოფილმა ლიდერმა კი ორივე გოლის გატანა დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ შეძლო. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ხვიჩას პარიზულ კლუბში სრულიად განსხვავებული როლი აქვს და ფეხბურთელი პირდაპირ გოლებზე არ არის მიმართული. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების ყოფილი თავკაცი საფეთ სუშიჩი, რომელიც ფრანგულ გამოცემა ეკიპთან საუბრისას ხვიჩას შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. მისი ადაპტაცია ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. კვარა ნამდვილად ძალიან ტექნიკური და ძლიერია, განსაკუთრებით დრიბლინგში კრეატიულობის წყალობით.
გადაუვით. რაც ყველაზე ძალიან მომწონს ისაა, რომ ის ეგოისტი არ ჩანს. როდესაც ხედავს გადაწყვეტილებას, ის არასდროს ყოყმანობს პასის გაკეთებისას. გოლების ნაკლებობა? სხვებიც არიან, ვისაც გოლები გაქვთ. კვარაცხელი არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომლისგანაც სეზონზე 30 გოლს უნდა ელოდო. პარიზულ კლუბში სხვა ამპლუაშია და მას გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. განაცხადა სუშიჩმა. ხვიჩა კი პარიზულ კლუბში განვითარებას განაგრძობს და როდესაც ის PSG-ში თავის მაქსიმუმს ადებს, ისევე როგორც ეს ნაპოლიში მოხდა, უკვე დრო მოვა, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეს. როგორც მოგეხსენება, დიდი ხნის განმავლობაში კვარაცხელიასა და ბარსას ინტერესი აქტიურად იწერებოდა, მაგრამ საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ხვიჩა PSG-ს რიგებში აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით კი ცოტა ხნის წინ Mundo Deportivo-მ დაწერა. გამოცემამ კი გაიხსენა გასული ზაფხული, როდესაც ქართველი ვინგერი ბარსას სატრანსფერო სიაში იყო. ეს გამოცემა კი დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. სამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნაპოლიმ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ ხვიჩა კვარაცხელია Paris Saint-Germain-ში გაუშვა. ეს იანვრის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო. 3 თვის შემდეგ კი შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებით სამივე მხარე მიხეირა. ქართველმა ფეხბურთელმა თავისი საუკეთესო ვერსია აღიდგინა. PSG კი ტრებლისთვის იბრძვის. ნაპოლიმ კი არამხოლოდ დაიბრუნა მოწინავე პოზიციების სერიაში, არამედ ასევე მოიშორა ფეხბურთელი, რომელიც გუნდში თავს საუკეთესოდ აღარ წარმოაჩენდა და კონტეს დანიშვნის შემდეგ ისეთი ბედნიერი აღარ ჩანდა. გასული წლის ზაფხულში, როდესაც ბარსა რაფინიას გაყიდვას და ნიკო ვილიამსის მოყვანას ცდილობდა, ყვარადონა კატალონიელთა მესამე არჩევანი იყო. მას ნიკოს გარდა ლივერპულის კოლუმბიელი გარემარბი ლუის დიასიც უსწრებდა. მაშინ ნაპოლის ხვიჩას გაყიდვა არ სურდა. ბარსას კი მხოლოდ ერთი მსხვილი ტრანსფერის განხორციელება შეეძლო და კატალონიელებმა არჩევანი დანი ოლმოზე შეაჩერეს. რაფინია კი ფლიკის განკარგულებაში დარჩა, რაც ასევე იდეალური არჩევანი გამოდგა. წერია გამოცემაში. ვინისიუსის მოთხოვნა რეალს. უარი ახალ კონტრაქტზე და ჰოლანდის ტრანსფერი. გაუქმდება თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი დრო. რას აპირებს UEFA? ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. UEFA ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი დროის გაუქმებაზე მსჯელობს. ბილდის ინფორმაციით ცვლილება შესაძლოა უკვე მომდევნო სეზონიდან ამოქმედდეს. გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო რეგლამენტის შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით კლუბების პოზიციებს ეცნობა. კერძოდ UEFA დამატებითი დროის გაუქმებაზე მსჯელობს. თუ 2 მატჩის ჯამში ფრედა ფიქსირდება, გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდება. ამ ცვლილების მიზანი ფეხბურთელებზე დატვირთვის შემცირება. გარდა ამისა, განიხილება ცვლილება, რომლის მიხედვითაც ლიგის ფაზიდან პირდაპირ მერვედფინალში გასული გუნდები პლეი-ოფში ყველა საფასუხო მატჩს საკუთარ კედლებში გამართავენ. ამჟამად კი ეს მხოლოდ მერვედფინალამდე ვრცელდებოდა და კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც UEFA განიხილავს, ერთი ქვეყნის წარმომადგენელ კლუბებს ეხება. შესაძლოა ასეთი გუნდები ერთმანეთს მეოთხედფინალამდე ვეღარ შეხვდნენ. ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები კი შესაძლოა დამტკიცდეს UEFA-ს ასამბლეაზე, რომელიც 30 მაისს მიუნხენში გაიმართება. ვინისიუს ჯუნიორი მადრიდის რეალში საკუთარი მდგომარეობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის, რის გამოც მან კლუბთან 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა The Athletic ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი და მისი ოჯახის წევრები რამდენიმე დღის წინ ბლანკოსის ოფისში იმყოფებოდნენ, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით ვინისიუსი სურვილია, რომ ის მადრიდის რეალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს. საამისოდ კი საჭიროა, რომ კლუბმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. The Athletic ცნობით ბრაზილიელს სურს, რომ მიიღოს დაახლოებით იგივე თანხა, რამდენიც მადრიდულმა კლუბმა თავის დროზე კრისტიანო რონალდუს გადაუხადა. საუბარია დაახლოებით 30 მილიონ ევროზე. ამიტომ თუ რეალი ვინისიუსის მოთხოვნებს მიიღებს, ბრაზილიელი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. რაც მთავარია, ვინი მბაპეზე მეც მიიღებს. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა სიტუაციის დაძაბვის წინაპირობა იქნება. ამ რეალობიდან გამომდინარე კი მადრიდელები ვინისიუსის გაყიდვას არ გამორიცხავენ. ასეთ შემთხვევაში კი რეალი არინქოლანდის ტრანსფერზე იმუშავებს, რომლის ტრანსფერითაც კლუბი უკვე დიდი ხანია რაც დაინტერესებულია. ამიტომ მივყვეთ მოვლენების განვითარებას. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.